დღეს რომის პაპის არჩევნები დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ვატიკანში კარდინალთა კონკლავი შეიკრიბა. 115-მა კარდინალმა თავი სიქსტის კაპელაში მოიყარა. დახურულ ოთახში ისინი რომის პაპის ასარჩევად ხმას დღეში ორჯერ მისცემენ. არჩევნების მიხედვით ვიდრე ერთ-ერთი პრეტენდენტი ხმების 2/3-ს არ მოაგროვებს, შეკრების ვერც ერთი მონაწილე ოთახს ვერ დატოვებს. სწორედ ამას გამოხატავს თვით კრების სახელწოდება კონკლავი, რაც გასაღებით დაკეტილ ოთახს ნიშნავს. ხმების დათვლის შემდეგ ბიულეტინებს დაწვავენ და სიქსტის კაპელის თავზე შავი ბოლი ამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პაპი არჩეული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობის მოპოვება შეძლო, ბიულეტინებს სპეციალურ ქიმიკატებს დაასხამენ და სიქსტის კაპელის თავზე თეთრი ბოლი ამოვა. ეს ფაქტი კათოლიკეებს აუწყებს, რომ რიგით 226-ე პაპი არჩეულია. კათოლიკური სამყაროს ხელმძღვანელის არჩევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ბენედიქტ მე-16, რომელიც 2005 წელს აირჩიეს პაპად, მოულოდნელად გადადგა. 85 წლის მეთაური, რომელმაც თავის წასვლის შესახებ 11 თებერვალს განაცხადა, პოსტი ოფიციალურად 28 თებერვალს დატოვა. ახალი კანონი 96 წელს, რომელსაც მიღებული იყო, შეიძლება გახდეს რომის პაპი 80 წლამდე და მხოლოდ კარდინალი. ისტორიაში ასეთი ფაქტებიც იყო, რომ კონკლავის გაგრძელდებოდა 2 წელიწადიც. თუმცა შეიძლება დღესაც უკვე ცხრის ნახევარზე ჩვენ დროით უკვე გავიგოთ, რომ არის ამორჩეული რომის პაპი იმ ტრადიციით, რომელსაც თქვენ კარგად იცით, რომ გამოდის თეთრი ბოლი სიქსტინის კაპელიდან.